იქნება თუ არა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის ფიზიკური შეხვედრა. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემაზე, შეხვდებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. გვექნება ექსპრეს საჯარო გაშლა, სამვარიანტიანი, ახლავე დავარიგებ თქვენთვის ვარიანტებს და მოდით ვნახოთ. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ, არ არის აუცილებელი რაღაც რომანტიული ასპექტით იყოს, ხო? და ვნახოთ, აბა იქნება თუ არა თქვენს შორის შეხვედრა. როგორც ჩანს, ტაროს არკანებს ერთი სული აქვთ, შეგატყობინონ. ნახოთ, აბა იქნება თუ არა თქვენს შორის შეხვედრა. ჩაიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ. იქნება თუ არა პირველ ვარიანტსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის შეხვედრა, მეორე ვარიანტი თქვენს შორის და მესამე ვარიანტი. ქვებსაც დავარიგებ ახლავე. პირველი ვარიანტი ეს თქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი და მოდით მესამე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე, ყველანაირად. ჩაიფიქრეთ, ორ ადამიანზე მეტი არ ჩაიფიქროთ, გირჩევდით. და კარგით, მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტით. იქნება თუ არა თქვენს შორის შეხვედრა, აბა ვნახოთ. უფროსი არკანი განდეგილი ამოვიდა აქ ჩვენთან. მეგობრებო, იცით, მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი და ახლო მომავალში აქ შეხვედრას ნამდვილად ვერ ვხედავ. ცოტა შორეულ მომავალში, რა თქმა უნდა, არის შეხვედრის პოტენციალი, იმიტომ რომ მომავალი ზოგადად ასეთი ზუსტი არ არსებობს, ხო? და დასტის ძირზე ხმლების ტუსი მაქვს. კი ბატონო, შორეულ მომავალში შესაძლებელია იყოს თქვენ შორის შეხვედრა. მაგრამ ახლო პერიოდში აქ შეხვედრას ნაკლებად ვხედავ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა იქნება თუ არა პირველ ვარიანტსა და მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის შეხვედრა. პენტაკლების ტუზი. მოგეცემათ შეხვედრის საშუალება, იცით, მოგეცემათ, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება დაგჭირდებათ, მანამდე ორივე თქვენგანს მოგიწევთ ძალიან ბევრი რაღაცის გადატანა, ძალიან ბევრი რაღაცის გადახარშვა. გადატანაში არ გულისხმობ მაინც და მაინც რაღაც ნეგატიურ გამოცდილებას, უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ შეხვედრამდე არის საჭირო ძალიან დიდი დრო, ძალიან ბევრი ინფორმაციის შეგროვება, იგრძნობა ასევე ერთმანეთზე. თუ ეს ადამიანი არის ვიღაც ახალი გაცნობილი, აქ პრინციპში პასუხი ისედაც ცხადია, აქ უბრალოდ ბევრად უფრო კარგად უნდა გაიცნოთ ადამიანი და როდესაც ბევრად უფრო კარგად გაიცნოთ, მაშინ მოგეცემათ შეხვედრის პოტენციალი, მაგრამ თუ არ არის ადამიანი ვიღაც ახალგაცნობილი, ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ ჯერჯერობით დრო ამისა არ არის. ახლო მომავალში, მაგალითად, თუნდაც 1 თვის განმავლობაში ან 2 თვის განმავლობაში შეხვედრას ნუ ელოდებით, მაგრამ საბოლოო ჯამში შეხვედრის შანსები, რა თქმა უნდა, არის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, გემშვიდობებით და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. თქვენთან რა ხდება, აბა არკანის სიკვდილი, ღმერთო ჩემო, უფროსი არკანის სიკვდილი. აქ მე არკანები უნდა დავამატო, სანამ საუბარს დავიწყებ. ვნახოთ, აბა იქნება თუ არა მეორე ვარიანტი, თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის შეხვედრა. ვნახოთ, აბა იქნება შეხვედრა. შეხვდებით? უფროსი არკანის სულელი, არკანი პენტაკლების მეფე, არკანის სამყარო, არკანი ქურმი ქალი, არკანი ვერთხების ათიანი. რა ხდება მეგობრებო აქ? რა ხდება? რა ხდება? სულ უფროსი არკანები არის და თანაც როგორი ტრანსფორმაციული, სიკვდილი, ნულოვანი არკანი, უფროსი არკანის სამყარო და ქურმი ქალი. ნუ აქ მე მოდით, რაც საჭიროა იმას ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც გარკვეული ინფორმაციები არის, რაც მე აქ არ უნდა გავაჟღერო. ნახეთ, ამ ადამიანს თქვენს რეალობაში შემოაქვს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. და
თქვენსა და ამ ადამიანს შორის არის ბევრად უფრო მძლავრი ენერგეტიკული კავშირი, ვიდრე შეიძლება იგრძნობოდეს ან ჩანდეს ერთი შეხედვით. აქ ვხედავ გზას. თუ ადამიანი იმყოფება თქვენგან ძალიან შორს, მაგალითად სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა, აქვე გეტყოდით იმას, რომ ადამიანს აქვს თქვენთან შეხვედრის სურვილი და მაგალითად რაღაც ფინანსური ბარიერი თუ არის, ან რაღაც სხვა დროის, ან რაღაც მსგავსი კუთხით თუ არსებობს ბარიერი, აქ თქვენ შორის იქნება რაღაც გარკვეული შეთანხმება. შეხვდებით თუ არა? შეხვდებით. აუცილებლად შეხვდებით. უბრალოდ მანამდე გარკვეული გზა გაქვთ გასავლელი ორივე თქვენგანს ერთად. გარკვეული გზა არის გასავლელი თქვენს კომუნიკაციაში. გარკვეული რაღაცეები არის, რაც ორივე თქვენგანმა უნდა აღიაროს ერთმანეთთან. შეხვედრა კი აუცილებლად შედგება. აუცილებლად. და ძალიან დიდი ალბათობით აქ ადამიანი თავად მოვა თქვენთან. თავად. ერთ ქალაქში ცხოვრობთ, ერთ ქუჩაზე, მაგრამ მაინც არ ეყრება თქვენი გზები და კონტაქტი არ არის თქვენ შორის. მოგვარდება ეს. ახლო მომავალში არა. ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ რამდენიმე თვეში იგრძნობა აქ შეხვედრა. და სავარაუდოდ მისი ინიციატივით ან მისი რაღაც ქმედებებით. სულ ეს არის მეორე ვარიანტი, უღრმესი მადლობა. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. იქნება თუ არა თქვენს შორის შეხვედრა. ხმლების 6-იანი. თუ თქვენ შორის ახლა არის დისტანცია, აი როგორც მეორე ვარიანტს ვუთხარი, მაგალითად სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობთ ან სხვადასხვა ქვეყნებში ან რაღაც ასეთი, აქ შეხვედრის პოტენციალი სხვათა შორის არის, მიუხედავად ამისა და აქ შეხვედრა ძალიან დიდი ალბათობით შედგება, მით უმეტეს თუ თქვენ რაღაც ერთ ქალაქში ცხოვრობთ ან რავი, ერთ ქვეყანაში თუ ცხოვრობთ, მით უმეტეს აქ პრობლემა არ არის, ხო? დისტანციის კუთხით. გაირღვევა რაღაც მომენტში ეს დისტანცია და შეხვედრა შედგება, მაგრამ მოდით დავამატოთ კიდევ არკანები. იქნება თუ არა მესამე ვარიანტსა და მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის შეხვედრა. ადამიანი ფაქტობრივად გზაში არის, ბევრი თქვენგანის შემთხვევაში. კი ბატონო, იქნება აქ შეხვედრა. ნახოთ აბა. იქნება აქ შეხვედრა. თუ გზის პრობლემა არის, მაგალითად, აქ იგრძნობა დისტანცია, მაგრამ იგრძნობა ცოტა მინიმალური რა. მაგალითად, შეიძლება ერთი ქალაქის ბოლოდან მეორე ქალაქის ბოლოში ცხოვრობდეთ, ან საქართველოში იყოთ და სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდეთ, ხო? მაგრამ თითქოს რაღაც საკმაოდ არაპრობლემატური დისტანცია არის თქვენ შორის. აი მეორე ვარიანტის შემთხვევაში იგრძნობოდა ცოტა დიდი დისტანცია, აქ კი ცოტა ნაკლები დისტანცია იგრძნობა. და აქ სამყაროს მხრიდანაც მოგეცემათ შეხვედრის შანსი და აქ ძალიან დიდი ალბათობით შეხვდებით ერთმანეთს. თუ აქ დისტანცია არ არის რაღაც დიდი, ხო? ან მაგალითად ერთ ქალაქში ცხოვრობთ საერთოდ, ამ შემთხვევაში აქ პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. აქ შეხვედრა აუცილებლად იქნება. უბრალოდ შეხვედრა შეიძლება არ იყოს ასე ვთქვათ იმდენად მარტივი, როგორც თქვენ შეიძლება წარმოგიდგენიათ. ერთადერთი ამას ვიტყვი. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა და წარმატებები.